ეს არის ის საუკეთესო ფლეიები და სეტუპები, რომლებსაც ვიღებ day trading-ს და scalping-ის დროს. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავ სეტუპებს, როგორ სეტუპებს ვიღებ, როგორ კონსტრუქციებზე ვაჭრობ და განახებ თუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენც ესეთი კონსტრუქციები დაენახო ხოლმე და ყოველთვის აიღო ხოლმე ტრეიდები. ასევე განახებთ თუ რა არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ხანდახან აუცილებელი არის ის, რომ ვიცოდეთ რა არ უნდა გააკეთო, იმისთვის რომ გააკეთო კარგი ტრეიდები. მოდი ახლა გადავიდეთ ჩარტებზე მეგობრებო და ეს არის ის სეტუპები, რომლებსაც მე განვიხილავ დღეს, ესეთ კონსტრუქციებს, რომლებსაც განახებთ, რა თქმა უნდა, ჩარტებში, მაგრამ მანამდე მოდი ვისაუბროთ რამოდენიმე შეცდომებზე, რომლებსაც უშვებს ყველა და რამოდენიმე მაგალითსაც მოგცემთ. პირველ რიგში ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც მეგზავნიან ხოლმე Instagram ვიდეოებს, ანუ სხვა ტრეიდერების ესე ვთქვათ ვიდეოებს, რომ აი ისინი შედიან ახლა buy now, sell now, ყიდვა ახლა, გაყიდვა ახლა ისე და ანუ ისინი მეკითხებიან მომხმარებლები, რომ აი ვერ ვიგებ რატო შევიდა, რატო გავიდა და ასე შემდეგ. და მეგობრებო, რახან ადამიანი ვიდეოებს წერს YouTube-ზე, ან რახან Instagram-ზე ან TikTok-ზე აკეთებს ტრეიდების ვიდეოებს, ეგ არნიშნავს იმას, რომ მან იცის ტრეიდინგი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ტრეიდინგში 95% კარგავს ფულს და არის ტრეიდინგი და ეგეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში იმ 95%-ში არიან, ვინებმაც არ იციან საერთოდ ტრეიდინგი. იმიტომ რომ როცა ისინი პირდაპირ ჩარტზე ზუმად in არიან და ეხლა იტყვიან მაგალითად, აი ეხლა შევდივარ შორტზე, ეხლა შევდივარ ლონგზე, ესე მაგალითად 1 წუთიანზე, 2 წუთიანზე, 3 წუთიანზე ესეთები არიან, ანუ ესე ზიან, ესე ზუმეტინ და ამბობენ რომ ეხლა შევდივარ ლონგს ან ეხლა შევდივარ შორტს, მინდა გითხრათ რომ მათ არაფერი არ იციან ტრეიდინგის შესახებ. და ეგ არ არის ტრეიდინგი. პირიქით მეგობრებო, თქვენი ტრეიდი უნდა დაგეგმოთ ხოლმე სულ ყოველთვის, უნდა ელოდოთ რამე გარკვეულ კონსტრუქციას, მაგალითად აი ესეთ კონსტრუქციებიდან ეს არის 4-1-1 კონსტრუქცია, რომელსაც მე ყოველთვის ვიღებ ხოლმე და ყოველთვის ველოდები ხოლმე რომ ესეთი კონსტრუქცია წარმოიშვას იმისთვის რომ მე ავიღო ხოლმე ტრეიდები და ამ კონსტრუქციებს რა თქმა უნდა განახებთ ჩარტებზე. ეხლა რა თქმა უნდა ძალიან გასაგებად არის ყველაფერი დახაზული და შეიძლება ვთქვათ რომ აი მე ჩარტებზე ესეთ კონსტრუქციებს ვერ ხედავ, მე ეგრევე ხედავ ჩარტებზე ესეთ კონსტრუქციებს, იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება და თქვენ რაც უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებთ, რაც უფრო მეტ ტრეიდებს აიღებთ, მით უფრო ადვილად დაინახავთ ხოლმე ესეთ კონსტრუქციებს, მით უფრო ადვილად დაინახავთ ხოლმე სეტუპებს და ტრეიდებს. პირველ რიგში განვიხილოთ ის თუ რა არ უნდა გააკეთოთ. მეგობრებო, ტრეიდინგის დაგეგმვა ნიშნავს, რომ შენ ელოდები ახლა მაგალითად აი ამ ლოკალურ კონსტრუქციაზე რა ავიღოთ, უბრალოდ ესე ჰაერზე ვიტყვი რაღაცას, რაღაცა გეგმა დავწეროთ, ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი რეინჯი, შენ გინდა ან ლონგის ან შორტის აღება და შენ ამბობ რომ აი თუ გავარღვიეთ ეს ქვემოთ მე ავიღებ აქ შორტს, თუ გავარღვიეთ ეს მაღლა მე აქ ავიღებ ლონგს. ნახე, შენ უკვე დაგეგმილი გაქვს და შენ უკვე ხდები რობოტი. თუ შენ ჩარტებმა გითხრა რომ აი მე გავარღვი აქ და შენ გიაქტიურდება ლონგები, მაგ შემთხვევაში შენ დადებ აქ limit orders, მინდა ამ ფასში შესვლა, ეს არის ჩემი stop loss და მორჩა. არაფერს არ აკეთებ. ეგრევე არის მეორე მხარეს, შენ თუ გაქვს დაგეგმილი რომ შენ შეხვალ შორტში, იმ შემთხვევაში თუ ეს გაირღვია ქვემოთ, ეგ ნიშნავს იმას რომ თუ გაიღო ქვემოთ, შენ გიაქტიურდება შორტები, შედიხარ limit short და მორჩა. ანუ გაქვს შენი stop loss-ი, გაქვს შენი entry, გაქვს შენი reward-ი და ასე შემდეგ. ну იმაზე არ ვისაუბრებთ ახლა როგორ ხარისხიანი ტრეიდია და ასე შემდეგ და სად რა უნდა იყო და როგორ, მაგრამ უბრალოდ მაგალითს გაძლევთ თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ. ახლა მე რასაც გიხსნით, ეს არის ტრეიდინგი მეგობრებო, ეს არის ტრეიდის დაგეგმვა და ეს არის ემოციების გათიშვა, რასაც ეძახიან ხოლმე ემოციების გათიშვას. მე ყოველთვის ამ ემოციებს ვერ გათიშავ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ეს არის ჩვენი ბუნება, მაგრამ შენ შეგიძლია შენი ემოციები გააკონტროლო იმ შემთხვევაში, თუ შენ იცი რასაც აკეთებ, როცა შენ იცი რასაც აკეთებ, როცა შენ განსაზღვრული გაქვს შენი წაგება თუ მაგალითად ტრეიდში გაისტოპები რომ აი კარგავ იმ თანხას, რა თანხაზეც არ ხარ ძალიან ემოციურად განწყობილი და შემდეგში რა თქმა უნდა პანიკას აღარ ყვები, ხო და ანუ ემოციებიც უკვე გვერდზე არის გადადებული. მაგრამ რასაც ხშირად ხედავ ხოლმე არის ის რომ ყველანი არის ესეთი ზუმეთ in და მაგალითად აი იცი რა ახლა buy, всё. ვარ შევედი, აგუდებ ჩემს stop loss და всё, აი აქ ვარ. მორჩა შევედი. ეს მეგობრებო არ არის ტრეიდი, ეს არის ჩვეულებრივი გემბლინგი. აი თუ რამე შეგიძლიათ დაარქვათ გემბლინგი, აი ეს არის გემბლინგი. ეს რაღაცებს აკეთებს, გინდ YouTube-ზე, გინდ Instagram-ზე, გინდ TikTok-ზე, უბრალოდ შემოტირალი და გაიქეცი, იმიტომ რომ ის ტრეიდინგის აზრზე არ არის. როცა შენ ჩარტებზე ზიხარ, შენ ტრეიდს არ ეძებ. ახლა შენ ჩარტებზე თუ დაჯიქე, მე მაგათ ახლა დავჯიქი ჩარტებზე, ხო? მე ახლა თუ განვიხილო რომ აი ლონგია და შორტია და ეგრევე ტრეიდში შევედი, ესე იგი მე არ ვიცი რას ვაკეთებ.
მე არ ვიცი ბაზრის წაკითხვა, მე არ ვიცი პრეს აქშენის წაკითხვა, მე არ ვიცი როგორ უნდა მოუძებნო ტრეიდები და ასე შემდეგ. ესე იგი, საერთოდ არა ვარ ტრეიდინგის აზრზე, ხო? როცა დაждდები შენ ჩარტებს, ჯერ უნდა გაიგო რას გეუბნება ჩარტები. რატომ ხდება ის, რაც ხდება, რატომ ვერ მივდივართ, მაღლა რატო ვერ ვარღვევთ ბაზარს მაღლა, სად შეიძლება ახლა ჩამოვიდეთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ბაზარი წავიდეს მაღლა, სად შეიძლება იყოს ლიკვიდიტი, როგორ ფიქრობს ხალხი, როგორ ფიქრობს ჩემი მოწინააღმდეგე მეორე მხარეს და ასე შემდეგ. შენ ამ კითხვებს თუ არ გაიცი პასუხი, თუ როგორ ტრენდში ვიყოფებით, high time frame, როგორ ტრენდში ვიყოფებით ლოკალურად, რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ. როგორ დაგვეძებ ტრეიდი ხო ვერ ხვდები. ეხლა შენ მაგალითად გზუმეთ in, გინდ შორტი, გინდ ლონგ შეხვიდან, როგორ ხვდები, ანუ შორტი უნდა შეხვიდე, ხო? შენ პირველ რიგში ზუმოთ უნდა გააკეთო და უნდა განსაზღვრო ჯერ სად ხარ mid range-ში ხარ, სუპორტზე ხარ, ეს თუ სად ხარ, იმის რომ გაარკვიო თუ სად არის შენი საუკეთესო ტრეიდები. მაგალითად რომ ავიღოთ მეგობრებო, ეხლა ისე ჰაერზე დახაზული რენჯი რომ ავიღოთ, ანუ აქ ხედავთ რომ ყველა ხედავთ რომ აქ ვართ რენჯი, ხო? ანუ მე ამას პირდაპირ ხედავ რომ არც ტრენდ ლეინები ჩავხაზო და არაფერ, ხო? ანუ ამას ხედავ პირდაპირ, იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება და ვიცი რასაც ვაკეთებ. ამ შემთხვევაში ეხლა ჩვენ ვართ სადაც ასე იმყოფება, ეს არის რენჯის შუა მხარეს. შეიძლება თუ რენჯის შუაში ტრეიდების აღება, კი ბატონო, შეიძლება აქ შეიძლება ეხლა ლამაზი შორტი იყოს, რომელსაც მე უყურებდი პირადად, მაგრამ არ ვიღებ, იმიტომ რომ ლონგში ვცდილობ შევიდე liquidity longs, რომელსაც განვიხილავთ, აი ესეთ setup-ს ვცდილობ რომ ვითამაშო ესეთ ფრის, რომელიც უკვე აქ იყო ერთხელ, მაგრამ შეიძლება მეორეჯერაც გამოვიდეს, მაგრამ განახებს თუ რას გულისხმობ ამ ყველაფერთ. შეიძლება აქაც რა თქმა უნდა ლამაზი შორტი წარმოიშვას, მაგრამ უნდა უყურო შენ ჩარტებს თუ სათხარ ახლა ვართ mid range-ში, შენ თუ აქ მაგალითად შორტში შეხვედი ან ლონგში შეხვედი, არ აქვს მნიშვნელობა. შენ შეიძლება დაგეგმო ტრეიდი, რომ იცი რა, ჩვენ ჩამოვარღვიეთ ეს mid range-ი, გავარღვიეთ აქ 4 საათიანზე, აქ მე მიაქტიურდება შორტები და აი ვიღებ შორტებს. შენ გვაქვს ეს დაგეგმილი, კი ბატონო, შეიძლება აიღო. როცა ამ ტრეიდს აიღებ და გაისტოპი, არ არის პრობლემა. თუ შენ გვაქვს დაგეგმილი ეს ტრეიდი, თუ შენ განსაზღვრული ქონდა რისკები, თუ შენ იცოდი რომ ეს არის შენი ეჯი და ასე შემდეგ, უნდა აიღო, იმიტომ რომ როგორი კარგი ტრეიდიც უნდა იყოს და მეც ხშირად ამიღია AA++ სეტუპები, მაგრამ მაინც გავსტოპილო, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ შენ თუ სრულიად აიღე შორტი ან ლონგი ეგრევე აი ზუმეთ ინზე, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ გემლინგით ხარ დაკავებული და აუცილებელია რამე შეცვალ. მაგრამ რასაც ვამბობ, გაიგო ჯერ ბაზარი რას აკეთებს. ხო ჩვენ ვიცით რომ აქ ვართ რენჯში, ჩვენ რენჯი ვერ გავარღვევთ ვერც ქვემოთ და ვერც მაღლა. ჩვენ ვიცით რომ რენჯის მაღლა შეგვიძლია ვეძებოთ შორტები, იმიტომ რომ შენ თუ აქ აიღე შორტი, შენი რევარდი არის ეს მთლიანი მხარე და თუ ქვემოთ დაელოდრე ფასი ჩამოვიდეს და კონსტრუქციები წარმოიქმნას, ესეთი კონსტრუქციები როგორც არის მაგალითად აი ეს 3, მაგ შემთხვევაში შეგიძლია აქ ლონგი აიღო და შენი რევარდი იქნება მთლიანი ეს, მაგრამ შენ თუ აქ იღებ შორტს ან ლონგს, შენი რევარდი არის ეს, შენი რევარდი არის ეს. და სტოპ-ლოსიც ხშირ შემთხვევაში არის ძნელად განსაზღვრელი ხოლმე, უნდა გქონდეს დიდი სტოპი, რაც რა თქმა უნდა ტრეიდის ხარისხს უკარგავს ხოლმე. რა თქმა უნდა შეგიძლია mid range-ში წივაჭრო, მე ხშირად ვაჭრობ ხოლმე, მაგრამ ეს არის უკვე double time frame-ებზე და ეს უკვე მოითხოვს უფრო დიდ გამოცდილებას და დიდ გამოცდილებაში მეგობრებო მხოლოდ გულისხმობ იმას, რომ შენ იცოდე რას აკეთებ, შენ გქონდეს ის კონსტრუქციები თავში. ეხლა აქ რაც ხდება, ესეთ კონსტრუქციებზე მე 1000 ჯერ მაქვს ნავაჭრი. ანუ ვიცი ახლა რა შეიძლება მოხდეს ესეთ კონსტრუქციებს ვცნობ ეგრევე და ვიცი პლუს მინუს რა შეიძლება მოხდეს და ვიცი ანუ როგორ უნდა ვიმოქმედო ამ ყველაფერს. ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეს zoom and out-ი, უნდა განსაზღვრო სად არის liquidity, სად შეიძლება შორტები ლონგები და ასე შემდეგ. ანუ სანამ ბაზარზე შენ ესეთ ისტორიას ვერ მოყვები რომ აი ეს ხდება და მაგალითად შენ თავს ვერ ეტყვი აი რა უნდა მოხდეს ან რატო ვერ ვარღვევთ აი მოდი დავსვათ ძალიან ლოგიკური კითხვა რატო ვერ ვარღვევთ ფას ვერც მაღლა და ვერც ქვემოთ იმიტომ რომ მყიდველები და გამყიდველები ახლა არიან ბალანსში ჩვენ ვიყოფებით ამ რენჯში და იმ შემთხვევაში რომ გავარღვევთ ჩვენ რომელიღაცა რენჯი ან მაღლა ან მაღლა წავდეთ ან ქვემოთ წავდეთ ჩვენთვის აუცილებელი არის რომ liquidity ავიღოთ ჩვენ გვჭირდება საწვავი იმიტომ რომ ასე როგორ მოძრაობს ფულით, ხო? ანუ უნდა იყოს მეტი მყიდველები, ან უნდა იყოს მეტი გამყიდველები და ყოველთვის საჭირო არის ხომ რომ liquidity ავიღოთ. როცა შენ იღებ liquidity, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ საწვავს ასხავ შენ მანქანაში, რომ გაიაროს გარკვეული მანძილი. ამ შემთხვევაში მე ახლა ველოდები რომ liquidity ავიღოთ ქვემოდან, აქ ვისაც stop loss-ები უყენია, ყველა გაისტოპოს და წავიდეთ მაღლა. ამ შემთხვევაში მე მიაქტიურდება მაგალითად აი ესეთი ტრეიდი, აი ესეთი კონსტრუქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ჩვენ გვაქვს სულ stop loss-ები ყველა ერთად გაისტოპება, ავიღებთ liquidity და წავალთ მაღლა. ანუ გარანტია არ გვაქვს რომ სულ მაღლა წავა და ამ რენჯშიც გარღვევს, მაგრამ ჩვენ აქედან აუცილებლად დავიწყებთ მაღლასვლას და მინიმუმ 2-3 take profit-ის დაფიქსირება შეგვეძლება. ეს ერთი ტრეიდი უკვე იყო აქ.
ანუ აქ შეგვიძლია liquidity trade გვეთამაშა და კარგ ტრეიდშიც ვიჯდებოდით, მაგრამ ახლა გვაქვს კიდე მეორე შანსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ხარისხიანი ხომ დაგიხსნით ამ ყველაფერს, რატომაც ნაკლებად ხარისხიანი. მაგრამ ეს უბრალოდ აგიხსენთ მეგობრებო, თუ როგორ უნდა მივუდგეთ price actions, როგორ უნდა მივუდგეთ chart-ებს, როგორ უნდა დავიგმოთ ჩვენი ტრეიდები და როგორ უნდა განახორციელოთ ჩვენი გეგმა, იმიტომ რომ როცა შევეხლა მაგალითად, აი ხშირად ვიცი ხოლმე რომ აი ეხლა მაგალითად ვთქვათ რომ აქ მინდა მე ტრეიდის აღება, ხო, აქ მიყენია მე ისედაც ორდერი, ვთქვათ რომ აქ მინდა ტრეიდის აღება. ან მოდი საერთოდ ვთქვათ რომ ფასი იმყოფება აქ, ყველაზე ადვილი მაგალითი და ანუ იგივე price თამაში მინდა, ანუ ვიცი რომ აქ არის სულ stop loss-ები, ვიცი რომ stop loss-ები შეიძლება გაისტოპოს და ფასი ჩამოვიდეს აქ და წავიდეს მაღლა. ანუ რა შეგიძლია ამ შემთხვევაში გააკეთო? ამ შემთხვევაში შეგიძლია დადო პირდაპირ ორდერი, შენი entry აქ, შენი stop loss-ი აქ მაგალითად და უბრალოდ ანუ ორდერი გედოს და მორჩა. ან დაელოდო ფასში რომ წარმოიქმნას კონსტრუქცია, რასაც მე ხშირადაც ველოდები ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლებელად limit orders დავდებთ. რას აკეთებს ხოლმე ბევრი ხშირ შემთხვევაში? ელოდებიან ხოლმე სანამ ფასი არ ჩამოვა აქამდე, იმიტომ რომ აი არანაირი გეგმა რო არ გაგაჩნია და ანუ არანაირი ესე ვთქვათ რობოტივით რო არ ვაჭრობ, შენ უნდა ვაჭრო რობოტივით. ნახე შენ თუ კონსტრუქცია გაძლევს იმას, რომ შენ შეხვიდე სადმე entry-ში და შენ გაქვს ის კონსტრუქცია, სადაც გაქვს edge, უბრალოდ dep entries, dep stop loss და მორჩა. ელოდები სანამ არ შეგივსებს ან სანამ არ გაისტოპები, ერთ-ერთი სანამ არ მოხდება. რომ მოგივა ორდერი რომ შენ შევისე, დაждები კომპიუტერზე, შენ take profit-ებს დადებ და მორჩა. მაგრამ რას აკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში? ყველა მოდი გადავიდეთ ახლა ჩარტებზე, გადმოვახლოთ ისე უკან. და ახლა ძალიან ლამაზი მაგალითი არის, ნახეთ. ანუ უცებ რა უნდა შევსვლიყავით, ხო? ვაიმე შევიდე, არ შევიდე, აბა ვნახოთ რას გააკეთებს, აბა ერთი ვნახოთ. იცი რა, აქ თუ ჩამოვიდა კიდევ ერთხელ შევალ. ვაიმე, ხო არ გამასწრო, მოდი იცი რას ვიზავ აქ ვიყიდი. აი აქ ვიყიდი, აქ იქნება ჩემი stop loss და ვნახოთ აბა რას გააკეთებს. აუ, გამსტოპა, აი ხო თქვი ისევ აქ უნდა ჩამოვიდეს, აი აქ რო ჩამოვიყიდი. ჩამოვიდა, ვაიმე ნეტა ვიყიდო, იცი რა, აი აღარ გამოიყურება ლამაზად, წავიდა მაღლა, ვერ გაარღვია და ისევ წამოვიდა ქვემოთ, ესე იგი ვაიმე ფასი არ გამოიყურება, კარგად იცი რა, მოდი არ ვიყიდი ამას. აი იყო ისე ხო, კარგი შანსი ყიდვის, იცი რა, არ ვიყიდი, აი მეშინია, აი არ ვიცი რას გააკეთებს. თურმე ჩემი ანალიზი მაინც კარგი იყო, იცი რა, მოდი ახლა კი დაგვიანებული ვარ, მაგრამ მაინც შევალ, აი აქ შევალ. აქ დავდებ stop loss და ჩემი რევარდი აი ესე ჰაერზე რაღაცას მონიშნავენ ხოლმე. მე დაელოდები, მე ისევ ან გაისტოპები, ან გაგიმართლებს და მე თავი გგონია მაგარი ტრეიდერი. ხო, აი ეს არ არის ტრეიდინგი, ახლა მეც რაც გავაკეთე მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი, აქაც მაგალითად გაისტოპებოდი და მორჩა. ანუ ეს იმიტომ რომ ვიცი რომ 95 კი არა 99% ვაჭრობს ეს. და ეს არის უდიდესი სისულელი, ეს არის გამბლინგი. ან თუ შენ ამას აკეთებ, ეს არის ნამდვილად გამბლინგი. მაგრამ შენ თველოდები აი იმ კონსტრუქციებს, რომელიც მე დავხაზე წეღან, მაგ შემთხვევაში შენ ზუსტად იცი რასაც აკეთებ, შენ ზუსტად იცი რასაც ელოდები, საწავიდა ჩემი ნახატები, გადავახვიოთ უკან. შენ იცი ზუსტად რასაც ელოდები, კარგი. დავკარგეთ, მე მგონი ახლიდან დავხატავ. შენ იცი რასაც ელოდები და შენ ელოდები სანამ ეგეთი კონსტრუქცია არ წარმოიშვება, წარმოიშვება თუ არა კონსტრუქციები, გაგიაქტიურდება თუ არა შენ ლონგები ან შორტები, ეგრევე dep order-ებს და მორჩა. არც stop loss-ი აი ცოტა ხო არ ავწვი, აი ცოტა ხო არ ჩამოვწიო, ანუ ხშირად ხედავ ხოლმე რომ აი ვიღაცას განსაზღვრული აქვს რომ ანუ ვთქვათ რომ ფასი არის აქ, შენ აქვს ესეთი stop loss-ი, reward-ი გაქვს ესე, ელოდებიან, შეევსებათ და ანუ stop loss თითქმის რომ ჩამოვაიმე არ გავისტოპო, მინდა რომ stop loss-ი ვაცოცხლო და ეს ტრეიდი ვაცოცხლო, ჩამოწევენ stop loss ქვემოთ. მე ცოტა წავა მაღლა, მე ისე ვაწევენ აქ. მე ისევ გაისტოპებიან, ისევ წავა, ისევ, ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ არანაირი edge არ გაქვს, არანაირი ტრეიდინგის აზრზე არ ხარ და ხარ ჩვეულებრივი გემბლერი. და რა თქმა უნდა, დაკარგავ ფულს. მაგრამ თუ შენ გინდა რომ გახდე წარმატებული ტრეიდი, უნდა გქონდეს edge, უნდა გქონდეს კონსტრუქციები, რომლებიც შენთვის მუშაობს და თუ არ ივაჭრე და თუ არ გააკეთე შენი ტრეიდების ანალიზი და არ გქონდა თხური, ვერასდროს ვერ მიხვდები თუ რა მუშაობს შენთვის და რა არ მუშაობს შენთვის. მე აგანახებთ რამოდენიმე კონსტრუქციებს, რამაზეც მე ხშირად ვაჭრობ ხოლმე. ეს არის პირველი, ეს არის მეორე,
ეს არის ჩემი ფავორიტები სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ არის ხოლმე ყოველთვის ყველაზე კარგი რივარდი. შემდეგ არის უბრალოდ continuation-ი და შემდეგი არის liquidity-ის თამაში, liquidity play-ები, რომლებიც კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო არის ხოლმე. კარგი, მოდი ახლა განვიხილოთ, რომ რა ხდება ამ შემთხვევაში. ნახეთ, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი range-ი. ჩვენ გვაქვს აქ ჩვეულებრივი range-ი. როცა გაქვს range-ი, რას აკეთებ? შენ შენელოდები, რომ range გაირღვეს. და შემდეგ აი აქ იღებ ტრეიდს იმისთვის რომ გააგრძელოს ბაზარმა მაღალ და მაღალ სულ. აქ ზუსტად იგივე ხდება, ეს არის ჩვეულებრივი რეტრეისმენტი. ვნახოთ ახლა ბაზარზე მოვუძევნოთ ესეთი კონსტრუქცია. და ანუ მე ახლა პირდაპირ ვხედავ, ანუ ახლა ზუმედ ინზე, ანუ აქ პირდაპირ ვხედავ მაგალითად. ნახეთ მეგობრებო. ანუ ზუსტად იგივე რაც დავხაზე, ანუ ჩარტებზე შეიძლება ახლა ვიღაცას გაუძნელდეს, იმიტომ რომ არ აქვს მაგალითად გამოცდილება, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად შემიძლია დაგიხაზოთ აი ეს. გვაქვს აქ range-ი, გავარღვიეთ range-ი, გავტესტეთ range-ი, ანუ შენ გაქვს ეს მთლიანი ადგილი, იმის რომ შეხვიდე ტრეიდებში, აი როგორც აქ გაქვს მთლიანი ადგილი, რომ შეხვიდე ტრეიდებში, შეგიძლია იყო აგრესიული, შეგიძლია იყო დეფენსიური, stop loss შეგიძლია დააყენო აგრესიულად, დააყენო დეფენსურად და ასე შემდეგ. ნუ ეს უკვე სხვა თემა არის, მაგრამ ეს კონსტრუქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს აქ range-ი, გაარღვია range-ი, გიაქტიურდება ლონგები და მორჩა. შენ ხარ რობოტი, შენ იცი რომ გაგიაქტიურდა ლონგები, შენ იცი რომ წარმოიშვა ესეთი კონსტრუქცია, всё, გიაქტიურდება ლონგები, შენ დებ შენ ტრეიდს და მორჩა. გადიხარ თუ ძალიან ემოციებს ყვები ხოლმე, გადიხარ ჩარტებიდან, ანებებ თავს. დაელოდები სანამ შეგვისებს, როცა შეგვისებს დაჯდები, აიღებ შენ take profit, დაფიქსრებ შენ take profit-ებს, სადგინა შენ take profit-ების აღება, როდის გინდა stop loss-ი აიყვანო break even-ში ან მოგებაში და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ შეგვისებს, შენ უბრალოდ ჩარტებს ანებებ თავს. აი ვხედავთ აქ რომ გვაქვს range-ი, გავარღვიეთ, რაც არის ეს გარღვევა და ეს არის ჩვეულებრივი retracement. შეგივსებ და წავიდო და მაღლა. ანუ ეს არის ეს ჩვეულებრივი კონსტრუქცია, ეს არის პირველი კონსტრუქცია მეგობრებო, რომლებიც უნდა იპოვოთ ხოლმე ჩარტებზე. კიდე ძალიან ბევრი შეგვიძლია ესეთები ვიპოვოთ, მაგრამ განვიხილოთ ახლა მეორე, ეს არის ჩემი ფავორიტი მეგობრებო და რა არის ეს? ეს არის reverse trading, reverse trading მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე, ყოველთვის ყველა მომს რომ trend is your friend და ტრენდის საპირისპიროდ არ ივაჭრო ხოლმე, მაგრამ როცა შენ ვაჭრობ ტრენდის საპირისპიროდ, მაგ შემთხვევაში არის ხოლმე ყოველთვის უდიდესი რევარდები ხოლმე. მაგალითად რომ ავიღოთ მეგობრებო, ეხლა ბიტკოინის ჩარტზე გადავიდეთ და ტრენდის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაჭრობა განვიხილოთ და ეს არის მაგალითად აი ეს მეგობრებო. ჩვენ გვაქვს აქ ეხლა აღმავალი ტრენდი და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ტრენდი უბრალოდ ჩამოვარღვევთ ქვემოთ და ვეღარ ვაგრძელებთ მაღლა სვლას და ჩვენ არ გვაქვს პირველი rejection-ი. ანუ ეს არის პირველი მანიშნებელი იმის რომ ჩვენ ვეღარ მივიდივართ მაღლა, ვეღარ გავაკეთეთ higher high და ჩვენ შეიძლება წამოვიდეთ ქვემოთ. ანუ ეს არის ჩვეულებრივად პირველი ინდიკაცია იმისთვის. შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ აქ continuation-ს, ეს სხვათა შორის არის სხვა კონსტრუქცია, არ არის ის კონსტრუქცია რომელიც განახეთ მეორე, მაგრამ ახლა უბრალოდ განახებს თუ რატომ არის ხანდახან და ხშირად ტრენდის საპირისპიროდ ხოლმე ვაჭრობა კარგი. ჩამოვარღვეთ ეს ქვემოთ, გქონდა პირველი კონფირმაცია იმის რომ შეიძლება ბაზარი წამოვიდეს უკან და გქონდეს უკუცვლა. შემდეგ გვაქვს ამის დადასტურება, ანუ ჩვენ გვაქვს higher high-ები და higher low-ები რო გვაქვს, შემოვატრიალეთ ტრენდი. ეს იყო ის პირველი კონფირმაცია, რომელიც გითხარით, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვარღვეთ ქვემოთ. ანუ ეს იყო მეორე კონფირმაცია, რომ გავაკეთეთ lower low და აქ შეგიძლია lower high-ზე შესულიყავი. ანუ ეს იყო ის ბოლო lower high, რომელსაც აქ განვიხილავ, სადაც შეგიძლია შესულიყავი. აქ იქნებოდა შენი entry, ამ შემთხვევაში შეგეძლო ან აგრესიული stop loss-ი, ან დეფენსიური stop loss-ი მიპირდაპირ. დეფენსიურს ავირჩევდი, იმიტომ რომ შენ მაინც აღმავალ ტრენდში ხარ, მაინც ტრენდის საპირისპიროდ ვაჭრობ და ხშირ შემთხვევაში სასურველია ხოლმე რომ გქონდეს დეფენსიური stop loss. მექნებოდა აქ დეფენსიური stop loss-ი და ნახეთ მეგობრებო, არის ძალიან იდეალური ტრეიდი. შეხვიდოდი აქ stop loss გექნებოდა აქ და პლუს მინუს, ანუ სუმთლიან ამ range-ის მაღალთა მხარე რო გაგეტესტა, ანუ აქ range-იც არა გვაქვს, აქ გვაქვს. ამ მეცადე დავხაზოთ. range მაინც პლუს მინუს აქ არის, ანუ range-ამდე ვერც ჩამოხვედი ჯერ.
ანუ ეს ამ price action-ის ყველაზე დაბალი მხარეც რომ გაგეტეს და ნახეთ იდეალური მოგება გაქვს დაფიქსირებული, ხო? ასე რომ ჩემთვის ესეთი ტრეიდები არის ხომ ყოველთვის იდეალური და ყოველთვის უნდა ეცოდეთ რომ არ უნდა შეგეშინდეს ტრენდის აპირისპიროთა ვაჭრობა, მით უმეტეს თუ ხარ შენ day trader და scalper ხო? სულ ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობ ხოლმე, ანუ მე არ მაინტერესებს high time frame-ს ადმინის, მე თუ ხედავ short-ის ან long-ის opportunity-ს, ყოველთვის ვიღებ იმ short-ს და იმ long-ს ხოლმე, ასე რომ მაგაზე არ უნდა შეგვეშინდეს ხოლმე. ანუ ეს რაც შეეხება მეგობრებო იმ მაგალითს თუ ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობა რატომ არის ხოლმე კარგი და ბევრს ეშინა მე პირიქით ყოველთვის მომწონს ხოლმე და რა არის მეგობრებო ეს ტრეიდი არის პირველი კონფირმაციები ტრენდის უკუცვლის ანუ წეგან რა ტრეიდიც განახეთ ბიტკოინს ეგეც ტრენდის უკუცვლა არის მაგრამ ის სხვა კონსტრუქცია არის ვიდრე ეს რა შემთხვევაში ველოდები ხოლმე ამ ტრეიდს მე მეგობრებო მაგალითად როცა ჩვენ ხედავთ რომ ჩამოვდივართ ქვემოთ, ანუ ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენ მოვდივართ ქვემოთ, ესე ნელა-ნელად პატარა price action გვაქვს. მე გვაქვს უცბად ძალიან დიდი ვარდნა და მე აქ ვიწყებთ ხოლმე კონსტრუქციის შენებას და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ ესეთ კონსტრუქციას ვაშენებთ, აქ ყველგან არის stop loss-ები ქვემოთ დაყენებული და რა ხდება ხოლმე აქ ყველა stop loss-ი ისტოპება, ვიღებთ liquidity-ს და შემდეგ ქვემოთ აქ ორდერები იყო დაყენებული, ანუ buy ორდერები, მაგრამ ეს buy ორდერები higher-ზე არის დაყენებული, რა თქმა უნდა. ისტორიაში რო გადახვალ, იქნებოდა იქ რამე ადგილი გასატესტი და ამ ყიდვებით ესე ვთქვათ, სიძლიერით მოდის ხოლმე ფასი, არღვევს ამ ბოლო drop-offs და ამ შემთხვევაში მეც მიაქტიურდება ხოლმე ყოველთვის ტრეიდები. ვიღებ აქ ტრეიდებს და მე მიდის ხოლმე ბაზარი ხშირ შემთხვევაში მაღლა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტრეიდები ხოლმე, იმიტომ რომ risk reward-ი არის საუკეთესო და ესეთი ტრეიდების პლუს მინუს 70-80% ყოველთვის გამოდის ხოლმე მეგობრებო და RR არის იდეალური. ანუ ეს ტრეიდი ზის ყოველთვის ჩემ edge-ში და ესეთი ტრეიდებს მე ყოველთვის ვიღებ ხოლმე მეგობრებო და აი პირდაპირ ახლა ვხედავ ერთ-ერთ მაგალითს ეგეც შეიძლება ახლა თქვენ ვერ ხედავდეთ, მაგრამ აი პირდაპირ მე ვხედავ, ეს არის მაგალითად აი ეს. ან ჩვენ ვხედავთ, ნახეთ, ზუსტად რაც მე აგიხსენით, იგივე რაღაც არის. ანუ ხედავთ, რომ აქ ფასი ნელა-ნელა ჩამოდის, ანუ არ არის დიდი არაფერი და აქ ხედავთ უცბად, რომ ჩამოვიდა ფასი სწრაფად. აქ გვაქვს ესეთი კონსტრუქცია, რომ ვითომ ჩვენ მაღლა გვინდა სვლა და ნახეთ, ახლა რა ხდება? აქ აყენია stop loss-ები, ყველა გაისტოპა. აქ იყო ორდერები, buy ორდერები იყო დაყენებული, იმიტომ რომ აქაც გქონდა ჩვენი liquidity და აქ გქონდა ადგილები გახსნილი, რომლებიც შეიძლებოდა გატესტილიყო, ანუ ეს ლეველი, ნახოთ, გავავლოთ. იდეალური კონფირმაციები არის ეს ლეველი სხვათა შორის, რომ აქაც აგიღო პირდაპირ ლონგი, მაგრამ აქ პირდაპირ მე ლონგს არ ავიღებდი, რატო არ ავიღებდი მეგობრებო? იმიტომ რომ აქ ლონგი რო ამიღო მე პირდაპირ, ანუ buy ორდერი რო დამეყენებინა, სად უნდა დამეყენებინა აქ ჩემი stop loss, ხო? ანუ აქ და აქ ვერ დავაყენებდი stop loss, აქ შეიძლება დამეყენებინა, მაგრამ მე ვიცი რომ ეს ადგილიც იყო გასატესტი. ანუ შეიძლება ეს დროპი აქ შეჭრებულიყო და აქამაც ჩამოსულიყო, ამიტომ მე ველოდები თუ სად შეჭრდება ფასი. აი აქაც მაგალითად ზუსტად იგივე გვაქვს ქვემოთ სვლა და ვარღვევთ ეგრევე ბოლო drop-offs. ტესტავთ, აი ამ ადგილს ტესტავთ, ანუ არის იდეალური, ნახეთ. ანუ ამაზეც გავაგზავნებ, იმიტომ ზუსტად ერთი და იგივე, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ანუ რაც აქ აქვს დახაზული. რაც აქ აქვს დახაზული, ზუსტად იგივეს გიხაზავთ აი აქ. წავშალოთ ყველაფერი. ანუ ახლა სანთლებით შეიძლება ვერ ამჩნევთ, მაგრამ დახაზულით აუცილებლად შეამჩნევთ. ჩამოვარღვევთ ქვემოთ და გავარღვევთ ეგრევე მაღლა. ჩვენ ბოლო drop-off-ი გავარღვევთ, გვიაქტიურებს ეს ლონგებს, აქტებ ლონგებს და stop loss შეგიძლია დააყენო აი აქ. ან ხშირ შემთხვევაში low time frame-ზე შეგიძლია აქაც სადღაც დააყენო, ხოლმე გაჩნია როგორი price action-ი გვაქვს. და რომ RR არის საუკეთესო, აი წარმოვიდგინე რომ ყველაზე აგრესიული entry გქონდა და ყველაზე defensive stop loss-ი, ანუ ამ შემთხვევაშიც წარმოვიდგინე რა მაგარი RR-ი გაქვს, 1.4-ზე მეტი, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში low time frame-ზე რო შედიხარ, უფრო ფაინ-ტიუნინგი შეგიძლია გააკეთო შენი entry-ს stop loss-ის რა ზრუნავს იმაზე რომ გაქვს უფრო კარგი პოზიცია და უფრო დიდი RR. და გასწორად იგივე ხდება მეგობრებო, ანუ არანაირი განსხვავება არ არის. ანუ ამ setup-ში და ამ setup-ში შორის არანაირი განსხვავება არ არის მეგობრებო. გვაქვს, ანუ მოვდივართ ქვემოთ, გვაქვს დიდი დროპი. გვაქვს აქ კონსოლიდაცია, ჩვენ ვერ ვარღვევთ, ანუ ამის გარღვევა ვერ მოხდა, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო drop-off-ი. გავტესტეთ მაღლა, აქ შეიძლება ბევრი შევიდა შორტში, წამოვიდა ფასი ძლიერად ქვემოთ და აქ იყვნენ ყიდულები და ამ ყიდულები მეზონეს იმაზე, რომ ეს ბოლო drop-off-ი გავარღვიეთ. და ზუსტად მეგობრებო, ზუსტად იგივე კონსტრუქცია წარმოიშვა. გავარღვიეთ ქვემოთ, აქ იღებ ტრეიდს და მიდიხარ მაღლა. ანუ
ამაზე უკეთესი სეტუპები მე არ ვიცი, იმიტომ რომ ტრენდში ხარ ყველაზე ადრე და საუკეთესო ესე ვთქვათ risk reward გაქვს ხოლმე და საუკეთესო ტრეიდში ხარ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე ადრე ხარ ტრენდში და ყველაზე დიდ მოგებას აფიქსირებ ხოლმე შენ. მეორე მეგობრებო ის IS ტრეიდი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე IM ტრეიდის გაგრძელება და ეს არის ხოლმე ორმაგი კონფირმაცია, ეს არის ორმაგი კონფირმაცია ხოლმე ზუსტ ტრეიდში ხარ ხოლმე, რას გულისხმობ ზუსტით უფრო დადასტურებულ ტრეიდში ხარ, რომ მართლა მოხდა ტრენდის უკუცვლა, იმიტომ რომ ეს არის პირველი კონფირმაცია, ეს არის პირველი ამას დავარქვევდი ასეთებს. და ამას დავარქვევდი A++ ეთებს მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ორივე ერთი და იგივე არის, ანუ ჩემი ისეთი ეჯი მაქვს უკვე ესეთ ტრეიდებზე გაკეთებული, რომ პირდაპირ ხედავ ესეთ ტრეიდებს 1 წუთიანზე, 5 წუთიანზე, 15 წუთიანზე, 1 საათიანზეც. ანუ ესეთი კონსტრუქციები ყველა time frame-ზე მოდის და ყოველთვის ვიღებ ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა იქნება 1 წუთიანზე, 5 წუთიანზე, 3 წუთიანზე თუ 1 საათიანზე. ყოველთვის ვიღებ ხოლმე, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს კარგი ადგილი ხოლმე, ანუ ესეთ ტრეიდს ვერ აიღებ რენჯის შუა მხარეში, ხო? ანუ სასურველია რომ რენჯის ქვემოთ იყოს, ანუ სუპორტზე იყოს ხო? და შეგიძლია რა თქმა უნდა შორტზეც აიღო ხოლმე, შორტზეც ხშირად ვიღებ ესეთ სეტუპებს ხოლმე და შორტების აღება თუ გიჭირს, უნდა უბრალოდ შემოატრიალო შენი ჩარტები ხო? მე აქაც მაგალითად ახლა პირდაპირ ხედავ რომ შეგიძლია ეგეთი ტრეიდი აიღო, ოღონდ შორტზე ნახეთ. გვაქვს ესეთი რაღაცა, გავაკეთეთ დიდი დროპი და ეს დროპ-ოფი გავარღვიეთ, გიაქტიურებს აქ ლონგებს, შორტებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამოტრიალებული გვაქვს ჩარტი და აქაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეხვდეთ, წახვიდე, მაგრამ ანუ ზუსტად ერთი და იგივე კონსტრუქცია არის, უბრალოდ ეს არის ძალიან ცოტათი განსხვავებული, მაგრამ რაც უფრო მეტ ტრეიდებს აიღებ ესეთ კონსტრუქციაზე, მით უფრო ადვილად ისწავლი. მაგრამ მოდი ახლა განვიხილოთ ეს მეორე მეგობრებო, ეს მეორე არის ხშირ შემთხვევაში ამის გამეორება და მოდი გადავიდეთ ახლა ისევ იმ ტრეიდებზე, რომლებიც განვიხილეთ და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ამ შემთხვევაში ეგეთ კონსტრუქციას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ გავაკეთეთ ეს, ანუ გქონდა პირველი კონფირმაცია, შენ აქ აიღე ლონგი და ის მეორე სეტუპს, რასაც განახებთ, ეგ შეიძლება ყოფილიყო აი ეს სეტუპი, თუ გავარღვევით აქ მაღლა, რაც აქ გავაკეთეთ, მაგრამ აქედან წავედით პირდაპირ მაღლა. მაგრამ აქედან ჩვენ შეგვიძლია გვეთქვათ, ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციას, ჩვენი ტრენდის უკუცვლა დადასტურდა და მე აქ რიტესტზე შემიძლია ავიღო მეორეჯერ, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ მეორე რიტესტი არ მოსულა. აი ამ შემთხვევაში მეგობრებო მოვიდა და ეს ყველაფერი შეგვიძლია გადავთარგმნოთ აი ეს, ანუ ჩვენ გვაქვს ეს პირველი კონსტრუქცია, შემდეგ გავარღვიეთ ეს, გავტესტეთ, ეს იყო პირველი ენტრი, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში ცარისკო, მაგრამ საუკეთესო ტრეიდი ხომ და ჩვენ ეს ტრენდის უკუცვლა დავადასტურეთ higher height და შემდეგ ნახეთ, ანუ ეს რიტესტი შეგეღო ისევ აქ აგეღო, სტოპ-ლოსი დაგეყინებინა აქ და ანუ ფასი მიდიოდა მაღლა. ანუ ეს არის ის მეორე კონსტრუქცია მეგობრებო, აი ეს მესამე კონსტრუქცია უკაცრავად, რომელსაც ხშირად ვთამაშობ ხოლმე ეს ტრეიდი თუ ვერ დავინახე, პირველივე თუ ვერ დავინახე და ვერ მოვასწარი, ამას ხშირად ვიღებ ხოლმე და ეს ტრეიდი სხვათა შორის მეგობრებო არ წარმოიქმნება ხოლმე მარტო ესეთ ადგილზე. ანუ ეს მესამე კონსტრუქცია არ წარმოიქმნება ხოლმე მარტო ესეთ ადგილზე და ეს შეგვიძლია მაგალითად აქაც ვიპოვოთ, აი აქ ხედავთ რომ გვაქვს high low, ანუ ეს higher high არის ხო? ანუ ეს გამოვთიშოთ, იმიტომ რომ ეს კონსტრუქცია მაინც არ მომწონს ძალიან, იმიტომ რომ პლუს მინუს ეგეთი კონსტრუქცია გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვიყოფებით high time frame resistance-ზე და high time frame resistance-ზე ესეთი კონსტრუქციის აღება და resistance-ის საწინააღმდეგოდ გალონგვა ყოველთვის არისკო არის ხო? მაგრამ შეგვიძლია ეგეთი კონსტრუქცია დავიჭროთ მაგალითად აი აქ და აქ ხედავთ რომ ნახე გქონდა ესეთი ზუსტად ისევ იგივე კონსტრუქცია გავარღვიეთ ის და ლონგები ავიღეთ აქ და ნახეთ higher high higher low higher high higher low higher high higher low higher high higher low ანუ აქ შენ ყველგან შეგიძლია აიღო ლონგები, მაგრამ რაც უფრო და უფრო უახლოვდებით high time frame resistance მეგობრებო, მით უფრო სახიფათო ხდება ხოლმე ეგეთი ტრეიდის აღება და ზუსტად იგივე ხდება ხოლმე down trend-ის შემთხვევაში ხოლმე. აქაც მაგალითად ხედავთ რომ გვაქვს down trend-ი და ნუ შეგიძლია აქ შორტი აიღო, შეგიძლია აქ შორტი აიღო, შეგიძლია აქ შორტი აიღო, მაგრამ რაც უფრო და უფრო ქვემოთ ჩამოდიხარ, მით უფრო და უფრო სახიფათო ხდება შორტის აღება, იმიტომ რომ უახლოვდები resistance levels. და აქაც ზუსტად იგივე რომელიც გითხარით მეორე შემთხვევა მეგობრებო, გვაქვს აქ drop-off-ი, შემდეგ გავარღვიეთ ეს drop-off-ი მთლიანად, აქ რიტესტზე შეგეძლო გეყიდა პირველი, ანუ პირველი ტრეიდი რომელსაც ვამბობ. სარისკო და შემდეგ ის მესამე სეტუპი რომელიც განახეთ რომ ამის დადასტურება, ანუ გაკეთება კიდე higher highs და higher lows-ზე ყიდვა,
რომელიც იქნებოდა იდეალური ტრეიდი. ანუ როცა შენ ესე გეგმავ შენ ტრეიდს, როცა შენ გაქვს ესეთი edge, როცა შენ გაქვს ესეთი კონსტრუქციები, როცა შენ ელოდები რომ წარმოიქმნა შენი კონსტრუქცია და შენ არ ფიქრობ რომ აი ფასი რომ მივა იმ ადგილზე სადაც შენ შეგეძლო გეყიდა და პოტენციალური ბაიანსელი იყო, ფასი რომ მივეკ და ვაი მე ახლა ხوار ვიყიდო, აი ახლა ხوار დამაგვიან და ახლა ხوار ის ახლა დადი ორდერი გაეცალე კომპიუტერებს. ადვილია. შეიძლება პრაქტიკაში გაგიზნელდეს, მაგრამ უფრო და უფრო შეეჩვევი. დადებ ორდერს, მოგივა notification რომ შეგიფსო, ან მოგივა notification რომ გაისტოპ. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ჩდები ისევ კომპიუტერზე, რომ თუ გაისტოპე, გაანალიზო შენი ტრეიდი და ჩაინიშნო და თუ ისევ ტრეიდში ხარ, როდა შენ take profit-ები და შემდეგ ისევ გაანალიზო, იმიტომ რომ მეგეთი კონსტრუქციები ისევ განმეორდება მომავალში, და როცა შენ გვეცოდინება რომ მეგეთ კონსტრუქციებს როგორ უნდა მოიქცე, შემდეგ რო განმეორდება ეგ კონსტრუქცია, შემდეგ ადვილად შეგეძლება რომ განსაზღვრო სადნა შეხვიდე, სადნა გამოხვიდე და ასე შემდეგ. და მეგობრებო, ეს არის ბოლო, ეს არის liquidity თამაში, ეს არის ხშირად ვამბობ ხოლმე რომ საწვავის ჩასხმა, რომ შემდეგი მანძილი გავიაროთ. რა თქმა უნდა, ბაიასი არ უნდა ქონდეს ეს მაღლა წავა თქვენოთ, მაგრამ ეს არის ის ადგილები, სადაც შეიძლება ჩვენ საწვავით ჩავასხათ იმის რომ ფასი წავიდეს ან მაღლა, ან ქვემოთ. პირველ შემთხვევაში ეს პირველი საწვავის ჩასხმა ეს იყო აი აქ, იმიტომ რომ ნახეთ, როგორ წარმოიქმნება ხოლმე ესეთი პლეი და ესეთი პლეის ახლა მე ჩარტებს რო ვუყურებ, მე პირდაპირ ხვდები რომ სად შეიძლება ესეთი პლეი წარმოიშვას. ესეთი პლეი შეიძლება წარმოიშვას აი აქ, რასაც ახლა რა თქმა უნდა ხედავთ, შეიძლება რაღაცა თქვას რომ ჰაჰა, უკვე პრეს აქშენი მოხდა და ისე ანუ ადვილია რომ ეგ ჩახაზო, არა. ესეთ თამაშებს მე ყოველთვის თამაშობ ხოლმე მეგობრებო და ეგეთი ორდერები მაქვს ახლა კიდე დადებული ბიტკოინზე და ეთერიუმზე. რომლებიც შეიძლება შევსოს. ნუ ისინი აღარ არის ისეთ ხარისხიანი როგორც ეს იყო, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება მათი შევსება კიდევ და რამოდენიმე take profit-ის დაფიქსირება შეიძლება და ამასაც განახებთ აუცილებლად. ანუ რა ხდება აქ და რა არის ამ ტრეიდის სიდი? ამ ტრეიდის სიდი არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიდივართ ვერც მაღლა და ვერც ქვემო და ვართ პლუს მინუს გაჭიდილი ამ რენჯში და თან ვარეჯექტებთ აქ high time frame-ზე. resistance აი აქ ხედავთ რომ ვარეჯექტებთ აი ამ resistance აი ამ range box და ნუ ჩვენ ვხედავთ რომ range შევედით, მაგრამ range-ის მაღალთა ხარ ვერ გავტესტეთ და იმის რომ წავიდეს ბაზარი უფრო მაღლა, ეგ ნიშნავს იმას რომ მას შეიძლება მეტი ფული, ხო? სად შეიძლება მეტი ფული და მეტი liquidity ავიღოთ? რა თქმა უნდა შეიძლება ავიღოთ იქ სადაც სხვისი სტოპ-ლოსები აყენია. ანუ სადაც სხვისი სტოპ-ლოსები აყენია, იქ უნდა იყოს შენი entry. ყოველთვის ეგრე უნდა იფიქრო ხომ და ნახე სადაც შეიძლება იყენოს სხვისი სტოპ-ლოსები. ისინი ვინც ემოდან მოდიან ტრეიდში, ზოგს აქ უყენია სტოპ-ლოსი, ზოგს აქ უყენია სტოპ-ლოსი, ზოგ შეიძლება აქ ეყენოს, ზოგ შეიძლება აქ ეყენოს, ზოგ შეიძლება აქ ეყენა და უკვე გასტოპილი არის და ზოგი შეიძლება ახლა შედიოდეს და ეხლა იღებდა სტოპ-ლოს. შენი entry გინდა რომ ყოველთვის დააყენო მათ სტოპ-ლოსების ადგილზე, ან მათ სტოპ-ლოსების ქვემოთ. აქაც მაგალითად სტოპ-ლოსები აყენია, აქაც მაგალითად სტოპ-ლოსები აყენია, მაგრამ აქამდე თუ ჩამოვიდა ფასი, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტრეიდის აღება აღარ გინდა. ამ შემთხვევაში მე მენდომებოდა აი აქ ტრეიდის დაყენება, იმიტომ რომ წავშალოთ ეს, იმიტომ რომ ეს იქნებოდა იდეალური ადგილი, სადაც შეიძლება იყო liquidity და stop-loss-ზე შეგვიძლია გვევარაუდო, რომ ან აგრესიულად გექნებოდა, ან დეფენსიურად. მე აუცილებლად დეფენსიურს ავიღებდი, რატო ავიღებდი დეფენსიურს? იმიტომ რომ იმის რომ ფასი აქედან აქ წამოვიდეს, ჩვენ გვჭირდება დიდი volatility, დიდი volume და დიდი price action გვჭირდება, ანუ გვჭირდება დიდი კენდელები და სწრაფი კენდელები და მაგ შემთხვევაში შეიძლება ხოლმე რომ შენ უცბად გაისტოპო და მე წავიდეს ბაზარი იქით, სადაც შენ ელოდებოდი რა წასულიყო. ეგ პირველი მიზეზი და მეორე მიზეზი ამ კონკრეტულ ტრეიდში მეგობრებო იქნებოდა ის, რომ მე აქ ხედავ კიდე ცალკე liquidity, აი ამ ადგილს ხედავ, რომელიც კიდე შეიძლებოდა გატესტილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლია აიჩო დეფენსიური ტრეიდი, დეფენსიური stop loss-ით, ან აგრესიული ტრეიდი დეფენსიური stop loss-ით. ამას შორის განსხვავება არის ის, რომ აგრესიულში შეიძლება შენ არ გქონდეს სასიამოვნო რისკ-რევარდი, მაგალითად რომ ავიღოთ, შენ შეიძლება გქონდეს ესეთი რისკ-რევარდი. ანუ მაინც სასიამოვნო და მაინც კარგი არის, ისევ რენჯის მაგალითად მხარეს თუ დაატარგეტებ 4.7-ზე გაქვს, მაგრამ თუ შენ აიღებდი მაგალითად უფრო დეფენსიურ entry-ს და გექნებოდა აი აქ, გექნებოდა უფრო კაი რევარდი, ანუ აქ გექნებოდა 1.12-ზე თითქმის, აქ 1.5-ზე, ანუ 2.9-ჯერ მეტი რევარდი გექნებოდა აი აქ, ვიდრე აი აქ, მაგრამ იმის საშუალებაც იქნებოდა, რომ შენ ამ აგრესიულ დეფენსიურ ტრეიდში არ შევსებულიყო. ანუ ფასი გაჩერებულიყო, მაღლა და წასულიყო, მაღლა რაც შემდეგ რა თქმა უნდა
ვიხილეთ ხო, ანუ აქ შეგვივსო ვიკით. აგრესიული შეგვისვა და ანუ დეფენსიურზე არც ჩამოსვლა შეიძლება თუ არა შევისახოთ დეფენსიური სრულიად შესაძლებელია მაგრამ ანუ მაგის იმედი მე პირადად აღარ მაქვს და არც მინდა რომ მოხდეს თუ ეგ მოხდა და შევისვა ეს დეფენსიური ჩემთვის აღარ იქნება ამ ტრეიდში ყოფნა სასიამოვნო. ეხლა რა ხდება მეგობრებო? სადამ აქვს მე ეხლა ჩემი ახალი liquidity trade-ის აღებული, რომელიც უფრო ნაკლებად ხარისხიანია ვიდრე ეს. ეს არის აი ეს ლეველი მეგობრებო. აი აქაც ამაქვს ახლა მე liquidity play დაყენებული. შეიძლება აქ უცბად გაივიკოს და ფასი წავიდეს მაღლა. ან შეიძლება აქ მაღლაც მოხდეს უცბად liquidity-ის აღება და შემდეგ ფასი წამოვიდეს ქვემოთ, მაგრამ მე მაინც ტრეიდინგში ბაიასი არ უნდა გქონდეს, მაგრამ მე მაინც აქ long-ზე ვარ პოზიტიურად განწყობილი. იმიტომ რომ დიდი FOMO არის, ბაზრები კარგად გამოიყურება ისე თუ ასე, მაინც და ანუ დიდი კონსტრუქცია ჯერ არ დაგვიკარგია და მე ვისურვებდი რომ ეს დიდი კონსტრუქცია არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ეს დიდი კონსტრუქცია და დიდი range თუ დავკარგეთ, აქ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ბაზრები გააკეთებენ ძალიან დიდ drops. ამიტომ მე ვარაუდობ რომ ფას შეუძლია კიდევ აქ liquidity-ის აღება, ანუ ამ ადგილის გატესტვა მსურს. მე აი ამ ადგილის საიდანაც დაიწყო ფასის ზრდა და სრულიად შესაძლებელია აქ გაიტესტოს და წავიდეს მაღლა. იგივე ხდება მეგობრებო, ანუ ეს უფრო ნაკლებად ხარისხიანი ტრეიდი რატომ არის, ამასაც დავამატებ, არის იმიტომ მეგობრებო, რომ შენ თამაშობ ბრიტესტის რიტესტს, ანუ liquidity-ს, ანუ პირველად გქონდა უკვე ეს liquidity აღებული და შენ ახლა თამაშობ ამ liquidity-ს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის უფრო ნაკლებად ხარისხიანი ხოლმე, ვიდრე ეს პირველი liquidity-ის აღება, მაგრამ მე მაინც მიიღეს რისკის სასაღებად, ამიტომ ამ ტრეიდში შევდივარ. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Bitcoin-ზე შეიძლება მოხდეს ზუსტად იგივე მეგობრებო. და ამ Bitcoin-ზე liquidity-ს მე ველოდები მაგალითად აი აქ ნახოთ fine tuning-ი. კი ბატონო, მე ავიღებდი defensive-ს, აი აქ ველოდები რომ Bitcoin მაიღოს liquidity, რაც სრულიად შესაძლებელია და აი აქაც მაგალითად მეგობრებო, აი ზუსტად ერთი და იგივე კონსტრუქცია არის, ანუ აქ ყველას უყენია stop loss-ები, ფასი ვეღარ მიდის მაღლა. ჩვენ ვხედავთ რომ სულ ვიკებს აკეთებს, ვეღარ მიდის მაღლა და აღარ აქვს ძალა რომ წავიდეს მაღლა, გააკეთოს ახალი higher high და higher low-ები, ანუ გვაქვს აქ ძალიან ქაოტური price action და ფასი ვერ მიდის მაღლა. ამ შემთხვევაში შენეძებსაც შეიძლება liquidity აიღოს. liquidity შეიძლება აიღოს იმ შემთხვევაში, თუ ყველა stop loss-ი გაისტოპება. ის stop loss-ები, რომლებიც istopება ავტომატურად buy-ები გამოდის sell-ები, იმიტომ რომ თუ აქ ხარ long-ში, შენ თუ გაისტოპე, გამოდის sell და ეს ყველაფერი ზრუნავს იმაზე, რომ ქვემოთ ჩამოვიდეს უცბად და ანუ ეს ვიკი ზუსტად მაგიტომ წარმოიშვება ხოლმე და იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გადათარგმნო, რას აკეთებს price action და უნდა ეძებდე პირდაპირ ტრეიდებს. ანუ შენ შეგეძლო აქ პირდაპირ შესულიყავი ამ liquidity trade-ზე, რაც იქნებოდა იდეალური ტრეიდი და ანუ ძალიან მაგარი ტრეიდი. და ეს არის ის მეორე ნაკლებად ხარისხიანი ტრეიდი, რომელსაც ახლა მე ვიღებ, აი ეს. ანუ ეს ტრეიდი იქნებოდა ის ჩემი მეორე ტრეიდი, რომელსაც ახლა Ethereum-ზე ვიღებ. ანუ უფრო ნაკლებად ხარისხიანი მეგობრებო, ვიდრე ეს პირველი. იმიტომ რომ ფასი ახლა აქ კიდევ თუ ჩამოვიდა, შეიძლება რომ ჩვეულებრივად ეს აღარ შეინარჩუნოს და წამოვიდეს უბრალოდ ქვემოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანუ ფას მაგ აიღო liquidity, მაგრამ ვერ გაარღვია, აქ ვერ გავარღვიეთ მაღლა და ვერ წავედით ეგრევე მაღლა. შეგვიძლია გვეფიქრა, რომ აი აქაც liquidity აიღო და liquidity-ის მიზანი იყო, რომ წამოსულიყო ფასი უფრო ქვემოთ. ანუ ეს თამაში, ეს play იყო უფრო ნაკლებად ხარისხიანი ვიდრე პირველი, მაგრამ ხედავთ რომ მაინც იდეალურად გამოვიდა და აქ ხედავთ რომ ანუ მესამე ჯერაც გაიტესტა, მაგრამ ჩემი აზრით ანუ შესაძლებელი არის კიდე წამოვიდეს ქვემოთ, გაიტესტოს და წავიდეს მაღლათან. ეხლა ვიცით ყველამ რომ რახან Bitcoin-მა გააკეთა ზრდა, ყველა ელოდება ეხლა რომ all time high-დან რაღაც პატარა კორექცია გააკეთოს, ჩემი აზრით 7-8% ნორმალური იქნება, რომ ყველა ისევ შევიდეს Bitcoin პოზიციებში და თუ ზუსტად ეგ მოხდა, იქნება იდეალური. რაც შეეხება აქ ლოკალურად კიდე მეგობრებო, ანუ აგიხსენით წეგან რომ აქ ტრენდის უკუცვლაზე, რივერსალზე ტრენდის საწინააღმდეგო ვაჭრობა არის მეთქი კარგი, ანუ ეგ იქნებოდა სარისკო ტრეიდი, ორი ტრეიდის აღება შეიძლებოდა აქ და შემდეგ გვაქვს ხოლმე მეგობრებო კიდევ ესეთი რაღაცა, ანუ აქ შეიძლება ხოლმე კიდევ ტრეიდის აღება. შორტის აღება ხოლმე და კიდევ ისევ იმ პირველ კონსტრუქციაზე რო მეორე კონსტრუქციას ჩემ ფავორიტ კონსტრუქციაზე რო განვიხილოთ მეგობრებო ისევ ეხლა ძალიან კარგ მაგალითს ხედავ რომ აი მაგალითად შეგვიძლია 1 საათიანზე ვთქვათ რომ ანუ ჩვენ გვაქვს ის კონსტრუქცია რაზეც
შენ ლაპარაკობდი დავით, აქ გავარღვიეთ, ანუ ხედავთ 1 საათიან გარღვევას, გაიტესტა და წავიდა მაღლა. ავიღებდი თუ არა აქ ამ ტრეიდს, მე აქ ამ ტრეიდს არ ავიღებდი და აქ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ continuation-ისა გვაქვს და ანუ შეგიძლია აქაც აიღო ის მესამე ტრეიდი. მაგრამ რატო არ გავაკეთებდი ამას არ გავაკეთებდი აქ მეგობრებო, იმიტომ რომ როგორც წეღან აგიხსენეთ, ჩვენ ვზივართ range-ის შუა მხარეში, რაც ყოველთვის შენ ტრეიდებს ხდის ნაკლებად ხარისხიანს და ანუ შეგვიძლია აქ ვივარაუდოთ კიდევაც რომ აქ იყო ჩვენი ახალი რეზისტენცია, ჩვენი ახალი წინაღობა და ანუ წინაღობის საპირისპიროდ გალონგვა ეს უკვე არის დიდი სისულელე, ეს არის უბრალოდ ის რომ შენ ეძებ პრობლემებს. ანუ შენ ამ შემთხვევაში ეს კონსტრუქცია რო აგეღო აქ ეგ იმაზე მიგვანიშნებდა რომ შენ უბრალოდ ხვდები რომ არ არის კარგი კონსტრუქცია, ხვდები რომ არ გაქვს კარგი კონფირმაციები, მაგრამ შენ სურვილი გაქვს რომ ტრეიდში იჯდე, ანუ სურვილი გკლავს რომ ტრეიდში იჯდე უბრალოდ და არ გაინტერესებს როგორი ხარისხის ტრეიდში იჯდები. არ დაგვაუწყდეს მეგობრებო რომ ტრეიდინგი არის ბიზნესი და ბიზნესს უნდა შეხედო ბიზნესის თვალით, ანუ შენ რისკა $100 იმის რომ მოიგო და გააკეთო $300-400. რა თქმა უნდა ამის გარანტია არ აქვს ჯერ, მაგრამ მაგ მიზნით შედიხარ და მაგ მაინდსეტით შედიხარ, რომ უნდა გააკეთო მეტი. თუ შენ რისკა $100 იმის რომ $100 გააკეთო, ეგეც არ არის კარგი რისკ მენეჯმენტი, ხო? ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებ და სანამ ტრეიდს აიღებდი, ყოველთვის უნდა დავფიქრდე, რომ მიყვები თუ არა შენ გეგმას, არის თუ არა ტრეიდი ხარისხიანი, თუ შენ ცდილობ იმას, რომ უბრალოდ ტრეიდში იჯდე და ამის წყურვილი კლავს. ამ შემთხვევაში რაც წეღან აგიხსენეთ მეგობრებო, ეგ იქნებოდა რომ შენ უბრალოდ მაგის წყურვილი კლავს რომ იჯდე ტრეიდში, იმიტომ რომ არანაირი კონფირმაციები არ არის და არ არის ის კარგი ადგილი რომ შენ ახლა მაგალითად მან ლონგები აიღო. ეს იყო მეგობრებო ის კონსტრუქციები, რომლებსაც მე ხშირად ვიღებ ხოლმე. თუ ამ კონსტრუქციებს თქვენ ვერ ხედავთ, ანუ მე ახლა მაგალითად ჩარტებში გადავედი თუ არა, ეგრევე ვხედავ ეგეთ კონსტრუქციებს, ანუ სადაც არ უნდა გადავიდეთ, ეგეთ კონსტრუქციებს ჩვეულებრივად დავინახავ ყველგან, რომლებიც მაგალითად აქ-ამაკ დახაზული, ხო? და ეს ყველაფერი არის იმიტომ მეგობრებო, რომ ვაჭრობ, ანუ თქვენს გეუბნებით რომ ბევრი არის რომ უბრალოდ ჩარტებს უყურებს და არაფერს აკეთებს. თუ არაფერს არ აკეთებ, ტრეიდინგს ვერ ისწავლი. უნდა იყო ტრეიდები გაისტოპე, თუ იყო კაი ტრეიდი, არა აქვს მნიშვნელობა, ჩაინიშნე კონსტრუქცია, ჩაინიშნე ბაზარი, როგორ გამოიყურებოდა, რატო აიღე ტრეიდი, რისთვის აიღე ტრეიდი, სუპორტზე იყავი თუ რეზისტენტზე, მაღალი ტაიმფრეიმები როგორ გამოიყურებოდა, დაბალი ტაიმფრეიმები როგორ გამოიყურებოდა, რა იყო შენი კონფირმაციები და ანუ ხშირად ხდება რომ კონსტრუქცია კარგი იყო, მაგრამ მაინც გაისტოპე. ხო, მაგ შემთხვევაში შენი ბრალი არაფერი არ არის. უბრალოდ ბაზარმა გააკეთა რაღაც, ხო შეიძლება ყოფილიყო ნიუსი, შეიძლება ნიუსიც არ ყოფილიყო და უბრალოდ გაისტოპე, ხო? ანუ ესეთი რაღაცები ყოველთვის ხდება ხოლმე. შენ არანაირად არ გაქვს გარანტია რომ რახან A++++ ეთუპია და 100% იცი რომ ესეთი სიტყვები 100%-ით ყოველთვის გამოდის ხოლმე, ну 100% არაფერი გამოდის, მაგრამ მაინც შეიძლება გაისტოპო ხოლმე, ну ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ შეიძლება შენ გაისტოპო ძალიან კარგ ტრეიდში, რაც არ არის პრობლემა, მაგრამ შენ შეიძლება გააკეთო ფული ძალიან ცუდი კონსტრუქციით და ცუდი ტრეიდით, რაც ძალიან ცუდი არის. ანუ შენ თუ გააკეთე ფული და შენ ვერ აუხსენი შენ თავს თუ რატო გააკეთე ფული და ვერ გაიმეორებ იგივე კონსტრუქციას ხვალ ზეგ მაზეგ და იგივე კონსტრუქციას ვერ აიღებ და მაგით იგივე კონსტრუქციაზე ვერ ივაჭრებ და შენ უბრალოდ გაგიმართლა ხო და შენ თავს ვერ ცემ იმაზე პასუხს თუ როგორ გააკეთე ფული მაგ შემთხვევაში თუ უბრალოდ გაგიმართლა და ეს გამართლება არის ერთჯერადი, ორჯერადი და მორჩა, ექვე მორჩა. ასევე თუ გაისტოპე მეგობრებო, თუ ვერ გაეც შენ თავს პასუხი თუ რატომ გავისტოპე, იყო შეცდომა ჩემი თუ იყო უბრალოდ კარგი ტრეიდი და არ გამიმართლა, ანუ ამ ერთ-ერთზე თუ არა გაქვს პასუხი მეგობრებო, ეგეც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად გემბლინგით ხარ დაკავებული და აუცილებლად უნდა შეცვალო რაღაცა იმისთვის, რომ შენ გამბლინგიდან გადაინაცვლო რობოტულ ტრეიდინგში, ანუ მიყვე შენ გეგმას და ესე ვთქვათ, აღარ აკეთებდი იმდენ წაგებას, რასაც აქამდე აკეთებდი და ნახო ესე ვთქვათ წინსვლა შენ ტრეიდების გაკეთებაში. თუ გეწონათ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი მეგობრებო და არ დაგავიწყდეთ ღილაკზე და ჭრა იმისთვის რომ არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო.